მოგესალმებით მეგობრებო. მინდა რომ ჩაგიწეროთ გაშლა თქვენს მეორე ნახევარზე, იმიტომ რომ მაინც ყველაზე მოთხოვნადი არის სასიყვარულო თემა და მეც რა თქმა უნდა თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე ვაკეთებ ხოლმე საჯარო გაშლებს. დღეს მინდა გავშალო ერთი წლის განმავლობაში თქვენ ცხოვრებაში თუ გამოჩნდება ადამიანი ან თუ არის უკვე ვისაც ტარო მოიაზრებს თქვენს მეორე ნახევრად ასე ვთქვათ soulmate-ად და ვნახავ ერთი წლის განმავლობაში ასეთ ადამიანთან ურთიერთობაში თუ შეხვალთ. ვარიანტი მექნება ორი. არაფერს არ გაჩვენებ თქვენს შეგიძლიათ პირდაპირ აირჩიოთ ნომრის მიხედვით. და დავიწყებ. მოგესალმები პირველ ვარიანტო. ნახოთ. ეხლა რა სიტუაციაა? იცნობ თუ არა? მეორე ნახევარს ჯერ ეგ გავარკვიოთ. სხვათა შორის პირველ ვარიანტს ვინც პირველი ჩაიფიქრა, ასე ვთქვათ, შესაძლებელია ავდეს ოჯახი. შესაძლებელი არის კონდეს არასასიამოვნო ურთიერთობა პარტნიორთან, ასე ვთქვათ, ტოქსიკური ურთიერთობა, წვიმაც წამოვიდა პირდაპირ, შეიძლება ცრემლებამდეც მიყავდეთ ამ პიროვნებას, ვის მიმართაც ძალიან ორაზროვანი არის თქვენი აღქმა. თქვენს ერთ ნაწილს, ასე ვთქვათ, ძულს ეს ადამიანი, მეორე ნაწილს უყვარს, ვერ შორდებით, ან შორდებით ისევ რიგდებით, რაღაცა ძალიან ესეთი ურთიერთობა მიჩანს. შესაძლებელია რომ ზოგან უკვე ყოფილი ქმარიც იყოს, რომელიც მაინც ბოლომდე ვერ დაივიწყეთ, ასე ვთქვათ. მოდი პირდაპირ ვიკითხავ ერთი წლის განმავლობაში თუ გამოჩნდება ნამდვილი სიყვარული, ან იქნება ეს არის ნამდვილი სიყვარული. ნახოთ, პატარა გაშლა მექნება, ასე ვთქვათ. გავარკვევ ერთი წლის განმავლობაში ნამდვილი სიყვარული. არა. არკანებსაც გაჩვენებთ, რა თქმა უნდა. პირველი ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეთ ერთ წლის განმავლობაში ისევ მოგიწევთ ურთიერთობა თქვენს ეხანდელ პარტნიორთან ან ყოფილ პარტნიორთან, ვისთანაც სერიოზული ურთიერთობა გქონდათ, აი ცოლქმრობა ან ლამის ცოლქმრობა, ასე ვთქვათ, საბუთის და ხელმოწერების გარეშე. ერთი წლის განმავლობაში კვლავ ეს ადამიანი იქნება აქტუალური თქვენ ცხოვრებაში, გინდათ თუ არ გინდათ, იქნება მისგან ეჭვიანობები, ურთიერთობის გარკვევები. და ესეთი კარუსელი მომენტები მოკლედ. მადლობას გიხდით პირველ ვარიანტს, მოგესალმებით მეორე ვარიანტო. ნახოთ თქვენ შემთხვევაში რა ხდება ამჯერად ჯერ ეხა გაშლის ეტაპზე. გაშლის მომენტში, ასე ვთქვათ, თუ არის ვინმე ესეთი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში. მეორე ვარიანტი ზოგადად არის ძალიან ესეთი დისციპლინის მოყვარული. ურთიერთობებში მაინც და მაინც რომ არ გიმართლებთ, ესეთი ადამიანები ხართ, მინდა გითხრათ. ძალიან დიდი ხანია ელოდებით, ასე ვთქვათ, თქვენს მეორე ნახევარს, მაგრამ რატომაც სულ იმედ გათხრობა გხვდებათ. გაშლის მომენტში ძალიან მარტოსულად გრძნობთ თავს. ხარ რასაც აქ ვხედავ. პირდაპირ აი ნატურად გაქვთ ისეთი ადამიანის პოვნა, ვისთანაც ერთ ჭარქვაშ იცხოვრებთ ახლა ძალიან ჰარმონიულად და ყოველგვარი შეზღუდების გარეშე და ნეგატივის გარეშე ესეთი მომენტია. მოდი ვიკითხოთ ერთი წლის განმავლობაში თქვენ ცხოვრებაში თუ იქნება პარტნიორი, ვისთანაც თავს კარგად იგრძნობთ თქვენი soulmate თუ გამოჩნდება და თუ გექნებათ ურთიერთობა. იცით რა ხდება? აქ მინდა ვთქვა, რომ ვიღაც ადამიანი დაბრუნდება თქვენ ცხოვრებაში. ეს რო ვთქვა თქვენი soulmate-ია და ნამდვილი სიყვარული ასე არ არის, თუმცა მედია წვიმა დამოწდის. თუმცა ძალიან შესაფერისი შესაძლებელია იყოს ეს ადამიანი ენერგეტიკულად თქვენთვის ერთნაირი მსოფლმხედველობა გქონდეთ, რაღაცნაირად გარეგნულადაც შეიძლება
რაღაც მსგავსება იყოს, თვალის ფორმა, გამოხედვა, რაღაც თვალებზე გაკეთდა აქცენტი. რეალურად იცით როგორ არის, თქვენ მოიაზრებთ შეიძლება მაგ პიროვნებას soulmate-ად და მის დაბრუნება რაღაცნაირად ძალიან დიდ სიხარულს მოგგვრით, მაგრამ თან შიში იქნება, იმიტომ რომ ადრე როგორც ჩანს, ქონდათ გადაკვეთა და გულისკენით დასრულდა ეს ყველაფერი ორივე თქვენგანისთვის. იცით რა, ზუსტად ესე soulmate და მონათესავე სული ნაკლებად, მაგრამ აი ძალიან რაღაცა მნიშვნელოვანი ადამიანი არის თქვენ ცხოვრებაში და როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ დასრულებულა რაღაც ეტაპი თქვენ შორის არის გასავლელი. აი ეს ადამიანი გამოჩნდება და უნდა იცოდეთ, რომ ამ ადამიანს არასდროს არ დავიწყები ხარ თან თქვენი კონტაქტის გაწყვეტის შემდეგ. ვისაც ეხა ასე სულ ლაპარაკობ და ვისაც გახსენდებათ, აი პირველი ვინც გახსენდებათ, მოდი ასე ვთქვათ, ეს ადამიანი გამოჩნდება 1 წლის განმავლობაში და უკვე თქვენზე იქნება დამოკიდებული მასთან ურთიერთობაში შეხვალთ, დაიწყებთ ყველაფერს თავიდან, თუ როგორც არის სიტუაცია, ისე დატოვებთ. აი ესეთი ამბებია, ჩემი გოგოებო, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ, თუ რამე იდეა გაქვთ, ასე ვთქვათ, გაშლის და შემდეგზე უკვე გავითვალისწინებ. მადლობას გიხდით და ნახვამდის.